წინა ვიდეო მქონდა არ გაკეთებული რაგბის სტადიონიდან ოზურგეთიდან და ვამბობდი რომ რაღაც მაინც ხო კეთდება მეთქი მაგრამ სიახლე გვაქვს 10 წლის თავზე ლურჯი ფერის კამები. ეხა ისეთი ადგილიდან გერჩებით რომ აი მეც კი და ვერც ირონიით და ვერც სარკაზმით რომ ვერ გეტყვით რომ რაღაც მაინც ხო კეთდება, იმიტომ რომ აქ დანგრევის და გაჩანაგების და გაუბედურების გარდა არაფერი ხდება. სპორტი ყველასათვის. კი კოცების და მათ შორის ოზურგეთის მერის დაპირება. ეს არის ნატანების სპორტ დარბაზი. ძალიან ისტორიული და დიდი ხნის შენობა, ნადგურდება შენობა, ჭერი ჩამოინგრა ნაწილი. მოკლედ რომ გითხრათ, ნატანებზე ისტორიული სოფელია, ძალიან დიდი, ასევე დიდი მოსახლეობით და ამ დროს რა ხდება ამჟამად აქ. ორი საჯარო სკოლიდან ჯერ ერთი ჩამოინგრა. აბარიულ მდგომარეობაში იყო და ამიტომ მეორე სკოლაში გადმოიყვანეს და ორივე სოფლის ბავშვები, ზემო და ქვემო ნატანების ბავშვები იქ დადიოდნენ. ამის შემდეგ ის მეორე სკოლას ჩამოინგრა. აღარც ერთი სკოლა აღარ დარჩა სოფელში, 3 წლის შემდეგ ზუსტ დაიწყეს მშენებლობა. ასევე ჩამოინგრა ბაღის შენობა და ანუ გამოვიდა ისე რომ ამ უზარმაზარ სოფელს 4000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აღარც სკოლა აქვს, აღარც ბაღი. ერთი მხრიდან არის არანაირი გამაფრთხილებელი და უსაფრთხოების ზომა, რომ აქ შესვლა არ შეიძლება. ესეც ჩვეულებრივად ღია არის. მეორე მხრიდან, საიდანაც შედიხარ? აი აქ, იდეაში სადაც ძალიან დიდი და ძალიან კარგი სპორტ დარბაზი იყო. მინდა გითხრათ, რომ ამ სოფელს ყავს მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში. ასევე ყავს გამგებელი, რომელსაც ყავს 4 მოადგილე, კი არ მოგესმათ. 4 მოადგილე ყავს და სოფელს არც სკოლა აქვს, არც ბაღი, არც გზა, არც წყალი. სამაგიეროდ ანუ თვითონ არიან უბრალოდ ანუ ამ 4005 ადამიანი მინიმუმ კმაყოფილია და ესეა ხა მერს აბა როგორ შეაწუხებენ მსგავს თემაზე. მე საარჩევნოდ მოვიდეს და ხმები მოიქოს ხმების ამბავი, თორე აბა პრობლემები მაგათ ხო არ ეხებათ, მაგათ მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელება ეხებათ და აი ესე დატოვება ყველაფრის ამ მდგომარეობაში.